2024-25 წლები ეს იყო საერთო არჩევნების წლები, რომელიც სავსე იყო მთელი რიგი სიახლეებითა და გამოწვევებით, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ფართომასშტაბიან ტექნოლოგიური ინტერვენციას. შესაბამისად, უპრეცედენტო სამუშაოების ფონზე ადმინისტრაციამ სწორი დაგეგმარება გაუწია პროცესებს, რომელმაც უზრუნველყო მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არჩევნების ადმინისტრირება. მნიშვნელოვანი არის, რომ ყურადღება გამახვილდეს ყველა იმ საკვანძო საკითხებზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ინსტიტუციის მიერ განხორციელდა და ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან და საქმიანობის გამჭვირვალობიდან გამომდინარე უზრუნველყავით საჯაროდ ანგარიშის წარდგენა, რომელიც ემსახურება საარჩევნო პროცესებთან ნდობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებას. ამასთანავე შეხვედრის ფარგლებში ჩვენ წარვადგინეთ ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის პრეზენტაცია, რომელიც თავის მხრივ ემსახურება ღია კომუნიკაციის არხების შექმნას, რათა ეფექტიანად გაუმკლავდეს ინსტიტუცია იმ არსებულ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება იმ მავნე პროპაგანდისტული დეზინფორმაციული კამპანიების არსებობას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოებას. Თამბეჭდავია განუზომელი შრომა, რომელიც განახორციელა თვითონ საარჩევნო კომისიამ. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ახალი ტექნოლოგიის დანერგვის თვალსაზრისით გაწეული საქმიანობის დეტალური მოსმენა და ასევე ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის დეზინფორმაციები მიმართული საარჩევნო დისკრედიტაციის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით რა შემდგომი ნაბიჯები როგორ გადაიდგება და ძალიან საინტერესო იყო ეს ყოველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის დეზინფორმაციის მიმართულებით ის ნაბიჯები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადადგა, ამ რეესტრის შექმნა, საზოგადოების ინფორმირება, რომ მაქსიმალურად შეიარაღებული იყოს მოქალაქე დეზინფორმაციასთან მიმართებაში, ჩვენ მაქსიმალურად ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში ხელს უწყობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ მან თავისი კონსტიტუციური მანდატი შეასრულოს მაქსიმალურად კარგად და რასაც საჭირო, ამაში რა თქმა უნდა ვეხმარებით და ვიღებთ მონაწილეობას. ამ პრეზენტაციით ძალიან ბევრ საკითხზე პრაქტიკულად არის ამომწურავი პასუხი და თუ არა სპეკულაციები, აბსოლუტურად ძალიან კარგად ჩანს ის მაღალი სტანდარტი, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება და უკვე პრაქტიკაში დანერგვა სამაგალითოა ძალიან ბევრი ქვეყნისთვის და ხდება, ესე რომ ვთქვათ, ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთან სხვა ქვეყნებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო და ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ ძალიან მაღალ სტანდარტს, რა სტანდარტითაც საქართველოში ხორციელდება საარჩევნო პროცესის მართვა.